მოგესალმებით, მე ვარ ქეთი გველუკაშვილი და დღეს სტუმრად მეყოლება საკმაოდ ცნობილი ფიტნეს ტრენერი ლიკა მონასელიძე. ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრებს, დარჩით ბოლომდე. მოგესალმები ლიკა. მოგესალმები. დავიწყოთ კითხვებით. სამი მთავარი შეცდომა, რასაც დამწყებები უშვებენ პირველ კვირებში, რა არის? რასაც ყველაზე ხშირად დამწყებები უშვებენ, პირველი შეცდომა იქნება ალბათ ზედმეტი მოლოდინი და სიჩქარე. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ვარჯიშის დაწყებიდან პირველ კვირაში ნახავენ შედეგს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შეიძლება ენერგია მოემატონ, ხასიათი გაუმჯობესდეს, თუმცა ფიზიკურად ერთ კვირაში ცვლილება შეუძლებელია. როგორც წესი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია, მაგრამ როგორც წესი, ერთი თვიდან ორი თვემდე მაინც სჭირდება, რომ რაღაცა გარკვეული პროგრესი შეეწყოს სხეულს. ხო, შედეგად რახან თავიდანვე ესეთი გადაჭარბებული მოლოდინები აქვს და მე ხედავენ, რომ ერთ კვირაში და ორ კვირაში შედეგი არ აქვს, ძალიან мотивациას კარგავენ ასე რომ ვთქვათ და აღარ აგრძელებენ ხოლმე ხშირად ვარჯიშს. მეორე შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ, ეს არის ზედმეტად ინტენსიური ვარჯიში, ზედმეტად დიდ დროს ატარებენ ვარჯიში და სავარჯიშო დარბაზში და ყოველდღე ვარჯიშობენ, რაც არასწორია, ასე შეიძლება ტრავმები ავიკიდოთ, ორგანიზმი გადავქცოთ, შეიძლება პირველი ერთი თვის განმავლობაში კარგად ვხსნოდეთ თავს, თუმცა ერთი თვის შემდეგ უკვე ორგანიზმი გადაიწვება, გადაიტვირთება და ვეღარ შეძლებს ვარჯიშის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ტრავმებიც არსებობს ამ შემთხვევაში. შეცდომა, რასაც ხშირად უშვებენ ხოლმე, არის უკიდურესობები კვებაში. მაგალითად, სრულიად ამოიღებენ ხოლმე ნახშირ წყალს, რომელიც მნიშვნელოვანია ენერგიისთვის, ასევე ჯანსაღწმებსაც ამოიღებენ ხოლმე საკვები რაციონიდან, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის და ჰორმონებისთვის, ისევე როგორც წონის კლებისთვის, ნებისმიერი შედეგისთვის რისი მიღწევაც გვინდა, ან მაქსიმალურად დაბალ კალორიას იღებენ ხოლმე. რეალურად, როცა ორგანიზმი ძალიან დაბალ კალორიას ვაწვდით, ამით ძალიან მარტივად კი არ ვიკლებთ წონაში, პირიქით. ორგანიზმი გადადის სამშველობით მოუწე, ასე რომ ვთქვათ და მაქსიმალურად იკავებს ცხიმის რაოდენობას ორგანიზმში, იმიტომ რომ გადარჩენის ინსტინქტი ერთვება, ასე რომ ვთქვათ, ამიტომ მაქსიმუმ 400-500 კალორია რომ ამოვიღოთ, სრულიად საკმარისი იქნება ჩვენი კვების რაციონიდან. არ არის აუცილებელი დიდი თავგაწირვა, ასე რომ ვთქვათ. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. როგორ დავიწყოთ სახლში ვარჯიში, თუ დარბაზში წასასვლელი დრო არ გვაქვს, ან შესაძლებლობა არ გვაქვს ამისი, რას გვირჩევით ასეთ ადამიანებს? დარბაზში წასასვლელი დრო ან ფინანსები არ გვაქვს, სახლში ვარჯიში შესანიშნავი ალტერნატივაა. საჭიროა მხოლოდ мотивация, დისციპლინა პირველ რიგში და სხეული. ესე იგი მიიღწევა ის შედეგი, რაც დარბაზში მივიღებდით. რა თქმა უნდა მიიღწევა. მთავარია სახლში ვარჯიში ძალიან კარგი გამოწვევა თუ დარბაზში წასვლის დრო ან თანხა არ გვაქვს. ინტერნეტში უამრავი რესურსია, YouTube-ზე უამრავი ტრენერი დებს საკუთარ პროგრამებს, შეგვიძლია მოვიძიოთ და გამოვიღოთ ჩვენ პროგრამაში ჩავცვათ. შემდეგ უკვე დროთა განმავლობაში აუცილებელია რომ დატვირთვა გავზარდოთ და თუ ეს ტრენაჟერების ხარჯზე არ მოხდება, შეგვიძლია შევიძინოთ მატი, ჟგუტები, სავარჯიშო რეზინები, განტელები და ასე შემდეგ. ამიტომ სახლშიც შესანიშნავად შეიძლება ვარჯიშს. ვინც ვარჯიშობს და კვებას არ იცავს, იმათთვის საერთოდ აზრი აქვს ვარჯიშს? კვება იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთზე, რომ ერთმანეთის გარშე ფიზიკურად შეუძლებელია შედეგის დადება. თუ ადამიანი ვარჯიშობს, მაგრამ კვებით არ უწყობს ხელს, ყველაზე ალბათ ადამიანი დაახლოებით 70 კილო, რომელმაც 1 საათი ივარჯიშა სპორტ დარბაზში წონებით, დაახლოებით დახარჯავს 220-დან 300-მდე კალორიას. თუ ეს ადგილაში მიირთმევს ორმაგ ჩიზბურგერს, მიიღებს 600-დან 700-მდე კალორიას. ამიტომ გამოდის, რომ
ერთ ადგილს დგებინს. თუ ყვებით არ შეუწყობთ ხელს და თუ პროფიციტში გვინდა ყოფნა და წონის მატება გვინდა, პროფიციტში არ ვიქნებთ კალორიების, ან თუ კლება გვინდა და კალორიების დეფიციტში არ ვიქნებით, ვარჯიშს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. და ყველაზე მავნე პროდუქტი რა არის? აი რას დაასახელებდი? ახლა თქვი მაკდონალდსის სამაგი ჩიზბურგერი მაგალითად და კიდევ სხვა? აი ყველაზე ხშირად ვხედავ რასაც ჩემი მოსწავლეები იკვებებიან და ძალიან არ მომწონს, ეს არის გადამუშავებული და შაქრიანი პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები, მზა-ნამცხრები და ან სწრაფი მსგავსი მაკდონალდსი, ვენდისი და მსგავსი ობიექტები. ბევრი ვერც კი ასმობიერებს, რამდენად გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, კანზე, ენერგიაზე და მეტაბოლიზმზე, ამიტომ აუცილებელია რომ ყურადღება მივაქციოთ კვებას. ბევრი ქალი შიშობს, რომ კუნთის გაზრდა მამაკაცურ სხეულს მისცემს. მართლა ასეა? არა, არ არის ასე, მითია. ანუ ქალებს ჰორმონალური ფონიდან გამომდინარე არ აქვთ შესაძლებლობა, რომ კუნთოვანი მასა იმდენზე გაზარდონ, რომ ასე რომ ვთქვათ, მამაკაცურ სხეულად ჩამოყალიბდეს. სინამდვილეში კუნთი გვეხმარება იმაში, რომ სხეული გამაგრდეს, გამოკვეთილი ფორმები მივიღოთ, შეიკრას და მეტაბოლიზმი გავაუმჯობესოთ. ანუ ეს ესე მარტივი არ არის. ამისთვის სტეროიდებია საჭირო. ამიტომ ესე ჯანსაღი მეთოდით, სწორი კვებით და ვარჯიშით კაცურ სხეულს ვერანაირად ვერ ჩამოვიყალიბებთ. რომ მოდიან და მხოლოდ კარდიოს რო აკეთებენ წონაში დასაკლებად. აი რას ეტყვით? წონებით ვარჯიში უფრო კარგია თუ კარდიო უფრო კარგია? თუ ორივე ერთად? იცით რა არის? ეს კარდიო და წონებით ვარჯიში უნდა იყოს კომბინაციაში, რომ იდეალურ შედეგამდე მივიდეთ. მხოლოდ კარდიო არის შეზღუდული შედეგი. ვინაიდან და რადგანაც იდეალური ტანი და სტანდარტი ესე განისაზღვრება, რომ ადამიანი მხოლოდ გამხდარი არ უნდა იყოს და უნდა ქონდეს ლამაზი ფორმები, აუცილებელია წონებით ვარჯიში. ვინაიდან მხოლოდ კარდიო ვაკარგვინებს კუნთის დიდ მასას. ამიტომ აუცილებელია როგორც კარდიო, ასევე სპორტ დარბაზში წონებით ვარჯიში. წონის კლება ბევრად ეფექტურია, ამიტომ აუცილებელია ძალოვან ვარჯიშებთან კომბინაცია. კუნთი არის მეტაბოლიკურად აქტიური ქსოვილი, ასე რომ ვთქვათ, და რაც უფრო მეტია სხეულში, მით უფრო სწრაფად იწვება კალორიაც. ასევე კუნთი ვიცით, რომ ძვალსახსროვანი სისტემისთვის მნიშვნელოვანია. ადამიანის ორგანიზმში 30 წლიდან ყოველ წელს 1% კუნთი გვაქვს და მხოლოდ კარდიოს გაკეთება სრული სისულელეა. რომ მოდიან და რომ გეუბნებიან, რომ რამდენ ხანში მექნება შედეგი. აი მართლა არ არსებობს ესეთი უნივერსალური, როცა ერთი თვე ან ორი თვე მართლა ინდივიდუალურია ეს შედეგები თუ ანუ ვიცი რომ არ უყვარს ტრენერებს ეს შეკითხვა. გამიგია. 3 წელია სპორტ დარბაზში ვმუშაობ და ყველაზე ხშირად რა კითხვაც დაუსვიათ არის ეს კითხვა. აი რამდენ ხანში მივახცევ შედეგს. ან შეიძლება მოვიდეს ადამიანი და 2 თვეში დადოს ის შედეგი, რაც უნდა და შეიძლება ადამიანს დასჭირდეს 2 წელი იგივე შედეგის დასადებად. პირველი ცვლილებები არის 2 კვირიდან 4 კვირამდე, სადაც ადამიანს უმჯობესდება ხასიათი, ენერგია, ტანი, განძლეობა, ხოლო ვიზუალურად შესამჩნევი ცვლილება ინდივიდუალურია უკვე. დაახლოებით მე-6 მე-8 კვირიდან თუ მაინც უნდა დავასახელოთ ესე კვირები, ალბათ მე-6 მე-8 კვირიდან. თუმცა ესეც რა თქმა უნდა ძალიან ინდივიდუალურია, ვერ გამწვავთ. და როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაც, აი ვარჯიში რომ გვინდა, მაგრამ არ გვაქვს ენერგია, სურვილი. და ის თქვენ რას აკეთებთ მაგალითად, როცა გეზარებათ, აი როგორც ტრენერს გეკითხებით? გეტყვი. мотивация ყოველთვის არ გვექნება, ადამიანები ვართ, ხასიათი გვაქვს, ჰორმონები გვაქვს, ამიტომ უნდა ავაშენოთ დისციპლინა. როცა ვარჯიში გახდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
არ უნდა იყოს სტრესული, არ უნდა იყოს რაღაც დასჯა სანაცვლებელი, რომ მე ხო აი ამდენი ვარჯიში უნდა გავაკეთო და უნდა დავიტვირთო, რომ კალორიები დავწვა. ეს უნდა იყოს სასიამოვნო პროცესი. ჩვენ ვიცით, რომ ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინები, ვარჯიშიდან გამოსული არ უნდა იყოს დასტრესილი და დახრილი, პირიქით, ენერგიებით სავსე უნდა იყოს. უნდა გსიამოვნებდეს ეს პროცესი, რასაც აკეთებ. თუ არ გსიამოვნებს და დარბაზიდან თავდაჯერებული არ გამოდიხარ, ესე იგი რაღაცას არასწორად აკეთებ. მოსწავლეებს აღვყომე რაღაც პერიოდი, აი პირველი თვე, ახალი მოსწავლე რომ მოდის, ვისმე ხოლმე ესეთ ფრაზებს, რომ აი მეზარება და აი ძალით ვაკეთებ, მაგრამ აი თუ შეძლეს და მეორე თვეც გააგრძელეს და მესამე თვეც უკვე ისეთი ტექსტებით მოდიან ხოლმე, რომ აი ჩვენი სავარჯიშო დღე არ იყო, მაგრამ მაინც მოვედი დარბაზში, იმიტომ რომ ორგანიზმი სწავს უკვე ვარჯიშს, ამიტომ ეს დისციპლინაა. მართალია რომ ღამე ჭამა ცხიმის დაგროვებას იწვევს, ანუ ყველაფერზე იგულისხმება ეს თუ მაგალითად ცხიმია საკვებზე. ანუ ნახე, არა. დროზე ნაკლებად მნიშვნელოვანია კალორიული ბალანსი დღის განმავლობაში. ანუ თუ ადამიანს ეკუთვნის იმისთვის, რომ არც მოიმატოს და არც დაიკლოს 2000 კალორია, იყოს დეფიციტში და მიიღოს 1500 სიტყვაზე. არ აქვს დიდად აღამოთი იქნება თუ დღისით, მუშაობთ, ადამიანები ვართ, ჩვენი გრაფიკი გვაქვს, ხშირად ვერ ვახერხებთ, რომ ყოველ 3 საათში ერთხელ ბოდიბილდერები არ ვართ, ყოველ 3 საათში ერთხელ ვერ შევდგამთ ფიზიკურად. თუმცა გვიან ღამით ხშირად ვჭამთ ხოლმე ემოციურ ფონზე, გადაჭარბებულად, არაჯანსაღად. ამიტომ ვსჯობთ ვიაქვშმოთ ადრე, რათა სხეულმა მოსწროს დასვენება ძილის წინ. ამიტომ როგორც წესი გვირჩევენ ხოლმე ტრენერები, რომ დაძინებამდე 3 საათით ადრე ვიკვებოთ. რამდენად ეფექტურია სოციალური ქსელებიდან ნასწავლი ვარჯიშები და მოდური რუტინები? ეგ არ ვიცი რამდენად სიმართლეა და რამდენად არა. ზოგადად დღესდღეობით ბევრი ადამიანი ძალიან ბევრ რაღაცას აკეთებს კონტენტისთვის და იმისთვის, რომ ნახვები კონდეს. ყველა პროგრამა ეს მოდელებზე რომ ვუყურებთ პროგრამას და კვებას, ეს ამაზე პროფესიონალები მუშაობენ და ეს არის გათვლილი მხოლოდ მათი სხეულისთვის. ყველა სხეული ინდივიდუალურია, ყველა სხეულს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, როგორც ვარჯიშის პროგრამა, ასევე კვების რაციონი, ასე რომ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიღოთ ვიღაცის პროგრამა. ამასთანავე შეიძლება გქონდეს რაიმე ტრავმა, შეიძლება თიაქარი გქონდეს, რომელსაც არ გქონდეს თავი ნაჩენი და არ ვიცოდეთ რომ გვაქვს და არასწორი ვარჯიში და ისეთი ვარჯიში, რომელიც ჩვენ არ შეგვესაბამება, დავაზიანოთ ჩვენი სხეული. ამიტომ არასწორია. თუ შეგვიძლია რომ პროფესიონალთან ერთად დავიწყოთ, გვაქვს ამის ფინანსები და დრო, უკეთესია რომ რაღაც რამდენიმე თვე მაინც გავიაროთ. რა შეიძლება ჩვენთვის, რა შეიძლება თუ არ შეგვიძლია, მაშინ უბრალოდ სხეულს მოусმინოთ. რაც ყველაზე საინტერესოა, მაგალითად გენეტიკაში თუ გაქვს სიმსუქნე. და ვარჯიშობ და არ გაქვს შედეგი, რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში? გენეტიკა. ეგეთი რაღაც რო აი გენეტიკურად ადამიანი მსუქანია და ვსო, არაფერი არ ეშველება, ანუ შანსი არა უბრალოდ არ არსებობს. გენეტიკა გავლენას ახდენს მაგალითად სხეულის ფორმაზე. ფინისად იქნება გადანაწილებული, ზედა ტანში თუ ქვედა ტანში, მაგრამ ყველა სხეული რეაგირებს მოსაწყობაზე, განსაკუთრებულზე შეიძლება ზოგი სხეული 2 თვით ადრე, შეიძლება სწრაფი სხეული 2 წლით გვიან, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი გვექნება ყველა ვარიანტში. შესაძლოა ვინმე შედეგი სწრაფად დაუდგეს, ვიღაცას უფრო უფრო დაჭირდეს, მაგრამ გარდაუვალია ცვლილება. ნუ რა თქმა უნდა, თუ გენეტიკა კარგი გაქვს, ბევრად მარტივია ყველაფერი. მოდი ახლა ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას შევეხოთ, ძილს და მაგაზე ილაპარაკეთ. ძილზე გითხარი რა მნიშვნელობისაა ძილი ჩვენი ჯანმრთელობის? ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად დიდ დროს ვატარებთ დარბაზში, წონებით ვარჯიშობთ იმისთვის, რომ გქონდეს შედეგი, თუმცა ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ ძილი, აღგენითი ფაზა და დასვენება ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის აქტიური ფაზა მთელი დღის განმავლობაში.
აქტიურად ვარჯიშისთვის ოპტიმალურია 7-9 საათი ძილი. უძილობა იწვევს კორტიზოლის მატებას, რაც პირდაპირ მნიშვნელობით აფექტებს წონის კლებას. ასევე აუმჯობესებს ან ვითარებს შიმშილის გრძნობას და უბრალოდ ვერ გვაძლევს იმ შედეგს, რასაც იმსახურებთ, რომ მივიღოთ ჩვენი შრომის შედეგად. ამიტომ ძილი ზუსტად იგივენაირად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ვარჯიში და სწორი კვება. და რამდენ ხანს უნდა გვეძინოს? 7-9 საათი სრულიად ნორმალურია. რა იქნებოდა ერთი კონკრეტული ჩვევა, რაც ყველაზე მეტად ცვლის სხეულს და ენერგიას? ამ კითხვის პასუხი იქნებოდა ძალიან მარტივი. თანმიმდევრობა. ანუ შესაძლოა ივარჯიშო კვირაში 3-ჯერ, 1 საათი, ძალიან მინიმალურად ამოაკლო შენს რაციონს კალორიები, თუმცა ეს გრძელდებოდეს წლების განმავლობაში. რაც გაცილებით უფრო მეტი შედეგს მოგცემს, ვიდრე 20-წლიანი ინტენსიური ვარჯიში და თავგანწირული დიეტა. ამიტომ ყოველდღიური პატარ-პატარა ნაბიჯები ქმნის დიდ ცვლილებას. აი, ვინც ვარჯიშობს და უწევთ შეგულებაში გასვლა და ასვენება, აი, როგორ უნდა შეინარჩუნონ ტონუსი, ფორმები, ყველაფერი, რა ვიცი. თქვენ როგორ ახერხებთ ამას? ეხლა როგორც ვიცი, შეგულებაში ხართ და კი. შეგულებაში აქტიური ყოფნა საკმარისია, სეირნობა, ცურვა, ცეკვა, ლაშქრობა, არ ვიცი, ნებისმიერი აქტივობა მთავარია. აქტიურები დავრჩეთ მთელი დღის განმავლობაში, არ მოვდუნდეთ, არ მივუდგეთ შეგულებას სტრესულად და არ ვიყოთ იმ მენტალიტეტით, რომ ეხლა მე შეგულებაში ვარ და ყველაფრისგან მივსვენებ, მათ შორის სწორი კვებისგანაც. ანუ ეს არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. კვებაში არ ვეცემით უკიდურესობაში და მეტნაკლებად ვინარჩუნებთ აქტიურობას. და ფორმებიც გვინარჩუნდება, რა თქმა უნდა, მოზომილად. ეს cheat day რო არის, ხო იცით, ჭამენ ბევრს ერთ დღეს რო გამოყოფენ, აი მაგაზე რა სიტყვი შეიძლება, ეგ კარგია? იცით რა არის? ჩვენ არ ვართ ბოდიბილდერები, რომ დავთქვათ, რომ აი ამ თვის მესამე კვირის პარასკევს გვაქვს cheat day. ადამიანები ვართ, ნებისმიერ დღე შეიძლება ჩვენთვის იყოს მაცდური, ასე რომ თუ შინაგანი მოცემულობა და მდგომარეობა ხასიათი გაგრძნობინებს, რომ უნდა მიირთვა რაღაც და უბრალოდ ფიზიკურად ვერ ამბობ ამაზე უარს, უნდა მიირთვა. არ უნდა დაისტრესო თავი და სხეული შოკში არ უნდა ჩააგდო. თუმცა თუ გააქვს იმის გამძლეობა, რომ რაღაცაზე თქვა უარი, ან ეს ტრენერი ვარ, ხშირად ვამბობ რაღაცებზე უარს, მაგრამ ხშირად არის რომ ვერ ვამბობ უარს და ანუ არ ბაძლებ ჩემ თავს იმის ხებას, რომ რაღაცაზე უარი თქვა. იმიტომ რომ ადამიანები ვართ, ახალგაზრდები ვართ და ძალიან ისეთი სასიამოვნო უნდა იყოს ეს პროცესი და არა დამკლელი, იმიტომ რომ თუ რაღაცაზე რადიკალურად იტყვი, რომ არა ეს მე არ მეჭმევა, დაცლებ არ ვიცი, განხანიკა. შეიძლება ფსიქოლოგიურადაც სუდად აისახოს, ხო? რა უნდა, რა თქმა უნდა. საპირისპიროდ მოხდეს ყველა. ბევრი ადამიანისთვის სტრესული დიეტა და დღემდე ვერ აღწევი შედეგებს, იმიტომ რომ რაღაც სისულელე დიეტები აქვს, სადაც მარტო მაწონზე არიან და კიტოზე. ძალიან არასწორია. შემოსწავლეებს არასდროს არ ვეუბნები, რომ ამ დროს, ამ საათზე ამდენი გრამი და კალორია საჭმელი უნდა მიიღონ. უბრალოდ ვიწევ დელა რაღაცების შემსუბუქებით. მაგალითად, პირველ რიგში ამოვიღებთ ნამცხვარს, თბილეულს. სადღაც 2 კვირის, 3 კვირის მერე უკვე ვეთქვი, რომ მოტივური ამოვიღოთ და ნელ-ნელა ორგანიზმი უნდა გადაიყვანო იმ მდგომარეობამდე, რომ აღარ მოუნდეს არაჯანსაღი საკვების მიღება. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ინტერვიუ. საკითხებს ეხები, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრ ახალგაზრდას უნდა ვარჯიში და სწორი კვება, მაგრამ არ აქვს საკმარისი სწორი ინფორმაცია და ძალიან